გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხამცაშვილი და თქვენ მიყოფებით ჩემახსენებთ თევზაობის მეთოდებში. ეხლა ამოვედით, პირველი საათია მეგობრებო, ამოვედით ცხეთაში არაგვზე. და ძალიან ცუდი სიტუაცია დახვდა რა, რავი. ანახე გიო ხალხი და მოყოლებული. იქ ბოლოშიც, რავი, იძახია რომ თევზი არ მოდის. და ასე შემდეგ. რა ვნახოთ რა იქნება, როგორ იქნება. მე ჩემ მეთოდებს გამოვიყენებ, მე ჩემ მიდგომებს გამოვიყენებ, ნერას მივუდგები და ვნახოთ იქნება თუ არა თევზი. ამას რა თქმა უნდა ვიდეოში ნახავთ. ეხლა რატომ მომიწია ესე პირველ საათზე მოსვლა? ვიყავით ჩვენ ზღვაზე ასულები მეგობრები, სადაც მოდიოდა ძალიან წვრილი ნაფოტა და გადავწყვიტეთ რომ არაგვზე წამოსულიყავით. ეხლა გაჩვენებთ, აი მოდი ეხლა მომზიროთ. გაფაგები ჩავყარე. ეს ზღვაზე მქონდა მეგობრებო გამოყენებული, მაგრამ არაგვზეც არა მშვიდობა არ აქვს. გამოდგება. წყალი დავამატე. დავამატე მელასაში, აი მელასაში მელასით მოურევ, რომ დავამძიმოთ ჩემი საკვები მეგობრებო და შევხედავ. ნუ ვიროთ მელასი. მომძიმოთ მელასით მეგობრებო, დავამძიმოთ მასა. დრო აღარა მაქვს რომ მიწა შეურიო ჩემო მეგობრებო და მელასეთი დავამძიმებ თან ჩაკეტილი მასა მაქვს, ჩაკეტილი საკვებურა მაქვს ჩამოკარგებოდა, ნახოთ რა იქნება. აი ესეთი შეკრული მასა მომცა და ძალიან კარგია. რავი, ესეთი უფრო აზარტულად მეჩვენება ხა ჩემი თევზაობა, იმიტომ რომ ტრაბახშა ჩამითვალოთ, იმიტომ რომ ხალხი იძახის რომ თევზი არ არისო და ბევრი მიც უკვე სახში. ძალიან ბევრი და თუმცა ხა აზარტულად მეჩვენება რომ უფრო მეც ვიფიქრებ, უფრო აზარტულად ვიფიქრებ და როგორ მოვატყუო თევზი, ამას ვნახავ. ეხლა გამოვიარე. ყველა საქმე პატარა სადავეები რა. და გაუგზავნეთ ძალიან დიდი სადავე, ძალიან დიდი სადავე მივიწე, ეხლა მივიწე და ძალიან დიდი სადავეს და დავამატებ ზემოდან. ზემოთ დავამატებ მეგობრებო კიდე ერთ სადავეს რა, რომ ვაკონტროლო სკერი და შრე. აბა წავედით. მეგობრებო, აი ესეთი. აი ესეთი მეტრიანი სადავე მაქვს, ძელი სადავე. გავაკეთე, იმიტომ რომ აქ პატარა სადავებთან მუშაობენ და რავი, თევზი არ არისო რა, იძახიან რა. გავაგზელე. მაინც ესპეცი რა ჩავატაროთ, მეგობრებსაც პატარა სადავები აქვს ზოგს. აი ესე 1 მეტრ სადავე, ჩამკარგებო. ესეთი 16 ნომერი, ნემსკავი, გამაკაცოს ნომერია და ესეთი მწვანე ყლარწი, მაგრამ ამაზე შემომეგობრებო, აჩვენეთ ჩემი თავი. ჩემგროვით ყლარწზე ჩავწე ძალიან მაგარ ვიდეოს. ეს ყლარწი სამდვილეში ყლარწი არ არის. სხვა რამე ქვია და ამას რა თქმა უნდა ჩავწე. ყლარწი სხვა თემაა და ბევრსაც შეგშლიათ და სხვა ყლარწი გიყიდიათ, რომელიც ძნება. ჩავწერ მე ამაზე აუცილებლად მაგარ ვიდეოს რამდენიმე დღეში და გეტყვით. აი ახლა ესეთ ყლარწზე თევზაობ, ესეთ ყლარწზე მწვანე ფერის. ესეთ მწვანე ფერის. პატარები არ არის საჭირო, დიდები. და ესე გავუყრით და აიტათ მაღლა რა. აი ესეთ მდგომარეობაში აიტათ. აქ დამატებული, მე რომ სკერით შევამოწმო და შრეთ შევამოწმო, აქ დამატებული ერთი სადავე დავამატე აქ შემოკარგებო, ზევით. ერთი 80 სანტიმეტრში დავამატე, აი ესეთი პატარა სადავე რა. აი ესეთი, ჩანს ხო? კი. დავამატე და მე ვაკონტროლებ, ნახოთ. რა იქნება? პირველ გადავდება გავახორციელოთ, მე მოვზილე, ეხლა მოვედით მეგობრებო. და შევხედოთ. დაგლიფსული მაქვს და ჩაკეტილი საკვებურაა მართლა. დინარისთვის შემოკარგებო, რომ საკვები არ მომპაროს. ამას გავისვრი, აი ესეთ მდგომარეობაში, რომ ჩავა მეგობრებო, ამ დროს ჩაკეტავთ და დადით. აი ესენი იმიტომ არ მიყვარს რომ ჯოხებს გიფუჭებენ მეგობრებო და ყოველთვის ან ტილო აი ესეთი ტილო დააფარეთ ხოლმე რომ ჯოხი არ გაგიფუჭოს, აი ესე დააფარეთ ხოლმე რომ ჯოხი არ გაგიფუჭოს. დანარჩენი დავეროდოთ და რავი გულიმის დროს რო იქნება რა. და კარგად რაღაც კარგად დავიწყეთ, კარგად მოვზილეთ, კარგად განაგებულად თევზაობ და რაღაც გული მისცემს რომ იქნება რაღაცა რა. და ვნახოთ. აბა რა იქნება.
ბიჭო რა ნელანი არ არის არა აი მეგობრებო მოვედით და პირველი თევზი დავიჭერთ რავი ეს ყველა სანაპირო იძახის თევზი არ არისო დილიდანო არ უტყავსო მაგრამ გაუგზელე სადავე ძალიან დიდი მივეცი და არის გავაგზავნეთ აჰა დაიჭირა ჩვენმა გიომ კაია გამართლა იმან კაია აი მეგობრებო გიორგი ამათებს ჩვენი მეთოდები როგორ დაიჭირე ის მივეცი რამეს და გავაგზელებინე მითხარი რამეს კლარწი მივეცი იმ ფერი რა ანუ ფოსფორის ფერი მივეცი და აი გავაგზელებინე კიდე და სადავეც გავაგზელებინე და ნემსკავი გამაკაცრუ გავუკეთეთ აუ გამაკაცრუ გერგიობას დაიჭირა აქეთ კაია კარგია ოპა ამან დიდი დაიჭირა შენი მახსოვდება დიდი დაიჭირე ოპა აო კარგია ზედანებს ყავდი ხო ჩავიდე ზევითაზე და უყურე ოპა გიო მეც ამოვაგდე საღო ამოვიდა ჭერა აჰა გიო ციჭერს ვიჭერთ მეგობრებო ვიჭერთ თან ეხება თემა მეგობრებო ხა თვითონ მეც ახლა როგორ ხება ახლა ჩვენ თვითონ თუ არ გავწევთ ადგილი რა ეხლა მოვედი და არ არისო თევზი არ არის თევზი არ არის თევზიო და ისე თემაში იყო რომ გული არ ავიცრუეთ დავრჩით და აგერ ვიჭერთ მეგობრებო უკვე ამოვიდა 3 თევზი 2 გამექცა არის ჭერა რა ასე თუ ისე არის რა მოდის რა სიტყვი გიო პირველია მაგრამ დაგობთ ეს არა როგორ დაგობთ ეს კი ნაღამ კი რა ვიცი არ იჭირება არის სხვას რო დაუჯერო შეიძლება ეგრევე გაბრუნდე და წახდე სახლში შენი მეთოდებით უნდა სინჯო რა თქმა უნდა ყველა სხვადასხვა მეთოდები აქვს და რომელიღაც გაამართლებს უეჭველი კი ბატონო წავედით ხო აგე ათომას დასვა ჩემო კარგებო ათო ბაზერაშვილმა ვიჭერთ კაია არის არა კაი დაარტყა შორს დგას რა თევზი ამა ნახე კარგად არ არის არა შორს დგას შეტყილია კი ბატონო მიყოლების დაარტყა და შორს დგას შორს იგზავნა ხელში ესე ხო უყურებდი და არ ყავდა რა ეს არა ორჯერ დაუწყა კაი ვარღა დაუ დათამას დაიჭირა მეგობრებო ეგ დათუნა დაიჭირა რასაკეთებ ჩუსტი ამოიღე თუ რა იქცევა და რასაკეთებ თო წამოიღე შენ წული რა შევხედე მაგარია მოვიდა საღამო ასე თუ ისე ვიჭირე თევზი ჩემმა მეგობრებმაც იჭირეს ერთი მე დავიჭირე და 4 გაქცევა მქონდა მე პირადად იქით გიორგი მიჭირა დათა მიჭირა აქეთ მე ვიჭირე ოთოსაც გაქცევა ქონდა ბევრი და საბასაც გაქცევა ქონდა ვერ ამოიყვანა საბასაც სამწუხარო და ჯერ კიდე არის დრო და ვნახოთ აქტიურობს კლარზე
აქტიური ფერები იყო ფოსფორისფერი, სტაფილოსფერი და ყვითელი და წითელმაც იმუშავა რა. და თეთრმა და ასე შემდეგ არ უმუშავია დღეს. ბევრი რაღაც მიცვალეთ რა, ბევრი სატყვარები მიცვალეთ, ჭიები, რავი, ყველაფერი. საკვებს ამუშავებს როგორც წესია, სპეციალურად ვაჩერებ და სპეციალურად საკვებურებს ვიყენებ, რომ გაჩერდეს, ძიმე საკვებს ვიყენებ, ჩემო მეგობრებო. ნახოთ. 1-2 საათი კიდე გვაქვს მეგონი დრო და სამ დაბნელდება კარგად. ნახოთ რა იქნება. პატარა მოკლე ვიდეო გამოვიდა, მაგრამ არა უშავს. დღეს ეს დღე დავიმსახურეთ მე და ჩემი მეგობრებმა. ჯერ ზღვაზე ავედით, იქაც რაღაც წვლილი მოდიოდა, პასიურობდა და მე მოვიფიქრეთ, რომ არ აქვს წამოსულიყავი და აქაც ისეთი სიტუაცია დახვდა, რომ არ არის თევზიო, არ არის არაქტიუროსო, არ ურტყავსო, ასე შემდეგ და პირველივე ჩაგდებაზე დავიჭრე თევზი მეგობრებო. პირველივე ჩაგდებაზე და მე აგე ეხლა ურტყავს და გაიმაზა. თუ შეხარ. ოთომ დამიჭირა. ოიცა. ვაგრძელებთ რა. ვიდეოებს ჩემ მეგობრის წერები უკვე ნახეთ და კიდევ გავაგრძელოთ ახლა სიტუაციას. ეცინას ყავი არ არის? არა, მაგლა. ამ ეტაპზე კლარც თევზაობ. ამ კლარზე ძალიან მაგარ ვიდეოს შემოგთავაზებთ. ამ ვიდეოს შემდეგ მეგობრებო. სინამდვილეში რა ქვია აი ამ საშუალებას და კლარცის სინამდვილეში რა არის, რა თქმა უნდა ამას ჩემ ვიდეოში წამოგიდგენთ. მე თვითონ როგორ ვამუშავებ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მე ახლა ვზრუნავ ჩემ მაყურებელზე და მაყურებელი ძალიან ბევრი მაყურებელი წერს რომ აი ვიყიდე და არასწორად იყიდეს და ყურა დახარჯეს ფული და ასე შემდეგ. ზოგი ვერ აკეთებს, ზოგი ვერ აშრობს. ამის შემდეგ, ამ ვიდეოს შემდეგ დაიდება ძალიან მაგარი ვიდეო კლარზე, შემოკარგებო რა, ძალიან მაგარი ვიდეო და არ გამოტოვოთ. გამოწერეთ არხი, ზარისღილა კი მონიშნეთ რომ ყველა ვიდეო მოგივიდეთ და გამოტოვოთ. ახლა ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ. არის? დავიჭირეთ მეგობრებო. გრამუჩიკი. ოპა. ესეთი. აგე ოთო. აგე საბა. ვერ იჭერდნენ მთელი დღე თევზს. ხო და სამკაცმა დაიჭირა ერთი თევზი და ხა როგორ აგე იქით ხედავთ ერთ ბიჭს იქიდან მოება ოთოს და აქედან მოება მე საბა და ის თევზი რომელიც ეხლა სამანკეშია გამბული შუაში ველოდებით ვისია თევზი იქიდან ის ეჭიდავება, აქედან ოთო ეჭიდავება, აქედან საბა ეჭიდავება და ესე ვარ. სამი საკვებურა, არა, 4, ჩემით შეიწირა. მე გადავჭერი ჩემო მოკარგებო, რომ ხელია შემეშალა მეგობრებისთვის და მე გადავჭერი ძუა და მივაყოლე საკვებურს. ეს ავათებს მეათეთ. მოყარული სასაროში მეძივითარება. ეხლა რომ მოვიტანთ ხსნა იქნება უბედურება. აღარ გახსენს, მაგრამ ჩაჭერით იმ რა, მაგას ვერ გასლი ასამოში. გავია, ვისინებს გავია იმას. გამაკაცნებს გავიგა. იმის იქნება. მაგრამ ამას კაი დაურტყა. ოპა, აი უყურე თევზი, აი. აგარქაჩო. თევზ მიაქვს, ბიჭო. რა თევზ მიაქვს, თევზი მას მიაქვს. აგარქაჩო. აი უყურე. აი. ისე ოთოს ურტყავდა რო იცი მე დავინახე. გიტყავდა? ხო გამოიხედი, ხო განა. просто გაჩერდა უცებ. აგამოქაჩო. თან კაი ზომა არის. აი ზო. აღარ გამოიღო, აი გო. გამოცა დავით ისა გიო გამოძმო. აბა ნახოთ ვისია თევზი. ვაფშე არის თევზი? ოპა, 4 ფიდელი და. 4 ფიდელი ერთი ჩემია. აპა, 2 ჩემია. სოამეტრი მაო. აი საფიჭო რაღაც ზოა, წამო. აგე ახლა ხაჩიძე იჭერს გიორგი.
დაიჭირა, შემოვიდა ცოტა რაღაცა მგონი, რა ვიცი. ოჰო, კარგია. ჭიაზია იღო ახლა ეს. თეთრზე? აუ ეს ხადი. ჭიაზია იღო? ეს დაი. თეთრ ჭიაზია. ო აღარა ყოფშა. ჩემი გამოუწერით ცექსიჭეს ვა რა კაი ზომაა ვადა გონახე აგე მაგარი ზომაა ანდრონ დაიჭირა აბა აქეთ გიომ გონი ხო გიო აბა ვიცი მოგაკ. არა. ისე თეთრი? არა, ეხლა ეს მოვიდა სტაფილოსფერ რომელზე კაუჩუკის ისრია რა. ო, ნაღდის სახელი ეგ არის, კაუჩუკის პლასტელინი. ეგა ნაღდი სახელი და ამაზე ძალიან მაგრა ვიდეოში შემოგთავაზეთ მეგობრებო, რომ აღარ შეგეჩაროთ მაღაზიაში შებძანდებით და არ იყიდოთ ნაღდით ყლარწი. აი ესეთი ლამაზი თევზი ხრამული. აბა გავაგზავნეთ და ნახევარ საათში ვიშლებით შემოკარგებ. და თამას დაიჭირა. მეგობრებო, ჩვენ დავამთავრეთ თევზაობა. წავითევზავით ამის საათი იქნებოდა 4 საათი? არა. პირველ საათზე აქ ვიყავით. აჰა. თქოს ეხლა 5 საათი ვითევზავეთ ჯამში მეგობრებო და იყო პასიური რა. ხოდეთ შეცვოდი. ხოდა? მოდი გიო შეც. მოგეთ იყო პასიური მეგობრებო, მაგრამ რაღაცაერად ეხლა ცოტა რაღაცა მეთოდები შევცვალეთ, რაღაცები გადავცვალეთ, გადმოცვალეთ და დავიჭირეთ რა. დღეს გვაჯობა გიორგიმ. ძალიან ბევრი თევზი დაიჭირა. აი დამარცხებული საბა საერთოდ და არა უშავს. არც თვითონ დაიჭირა, მაგრამ აი გარაფერი სადოს დაიჭერენ. თუ დიადი შეხვდათ, მართლა არ იყო სიღრმეც არ იყო რაღაც დაპყრობები ხდებოდა და ძალიან ცუდი იყო რა. ოდიშით მოკლედ კარგია დღე გამოგვივიდა მაინც, თავარია გამოვიდეთ ერთად. კიდევ ნახე ეს ბიჭები კიდევ ერთხელ და კარგი იყო. აგერ ჩემი ძმა ოპერატორი გიორგი ხაჩიძე მიღებს. აი თუ გავატარეთ. მოკლედ ერთი ვისიტყვით გითხარი ბიჭებო, აბა გითხარით როგორი დღე იყო და რავი. ძალიან კარგი დღე იყო, ძალიან ვისიამოვნეთ. თევზი პასიური იყო, მაგრამ მაინც დიდი სიამოვნება ვიმიღეთ და მაინც გავერთეთ. თავიდან რო ავედით თბილისის ზღვაზე, იქ ცოტა წვრილი თევზები მოსდევდა, მაგრამ აქ რომ გადმოვედით, დავიჭირეთ ხრამულები. 9 ცალი გამოგვივიდა სულ და გიორგიმ მოკლედ მოხსნა რეკორდი. და მადლობა თევზაობის მეთოდებს რომ გაძლევს ამის საშუალებას. მადლობა გაიხარეთ ისე გვათევზაობს. მოკლედ დამატებთ აი რა მოვოდნოთ ამოვიდეთ თბილისიდან სხვათა შორის მომზადებულად. შესაბამისად სირთულეებიც იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადავახდით სირთულეებიც. გადავახდით სირთულეებიც და რაც შეგვეძლო 4 საათში რა ვიცი, ვქენით რა ვიცი მაქსიმუმი რა. შეიძლება მეტიც გვექნა, მაგრამ უკვე ყოფილა არ ვარ, გამოცდილება მივიღეთ, რაც თავარია და შევხვდებით კიდე აუცილებლად ერთმანეთს რა. დავუშვენეთ ვისიამოვნეთ ძალიან კარგად. მოკლედ რომ მოვდიოდით აქ ჯვრის მონასტერიდან მეგობრებო აქამდე რაც გამოვიარეთ, ყველა მაგას გვეუბნებოდა რომ თევზი არ არის და ერთმანეთს ვაწყნარებდით რომ ყველაფერი იქნება რიგზე, გამოვა და ასე შემდეგ. კი, გამოვიდა მართლა, აგე მეგობრებო დავიჭირეთ. საკმარის ეხლა რაც იყო პასიური იყო თვას შემდეგ ეს უკვე საკმარისია, მთავარია გამოვედით, კაი დრო გავატარეთ მეგობრებთან ერთად. ვისიამოვნეთ, ასე თუ ისე ვიჭირეთ კიდევაც თევზი
რაღაც ცოტა კიდე მივიღეთ, რა თქმა უნდა. პირველი თევზი რო არ დაგეჭირა, გამორიცხული იყო. მაგრამ მაინც ყველა გიოსიმეძე ვიყავით. უიმედოდ ვიყავით ყველა ვაფშე, მარტო გიოსიმეძე ვიყავით. ხო და რა თქმა უნდა, პირველ თევზმა გახსნა საერთოდ რა. უფრო мотиваცია მოგცა პირველ თევზმა და ფათაშორის მე უფრო დავიქოქეთ და დაიქოქა გიორგი და ვაჯობა ყველა. ოღონდ კარგი. მოდო შეხვედრამდე მეგობრებო, აბადროებით. ეხლა ვეწყობოდით მეგობრებო, კიდე გემშვიდობეთ, მაგრამ დაიჭირა პირველი თევზი დღეს ოთომ ქაშაპი. შემოხედე. აბა კარგად იყავით მეგობრებო. მე რასაუბრ გამერ დაიჭირა.